კრიპტოვალუტების მაინინგი, რომელიც ბოლო წლებში შემცირებული იყო, საქართველოში აღორძინების გზას დაადგა. როგორც SEMEC-ის სტატისტიკიდან ვიგებთ, იმ კომპანიების ენერგომოხმარება, რომლებიც ელექტროენერგიის პირდაპირ შემსყიდველები არიან, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ამ კომპანიებმა ჯამში 377 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც ერთბაშად 8-ჯერ მეტია ვიდრე შარშან. ყველა ეს კომპანია ცხადია მაინინგით არ არის დაკავებული, მაგრამ კრიპტომაინერები სწორედ ამ ჩამონათვალში ხვდებიან. მიმდინარე წელს საგრძნობლად არის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარება თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე იმ კომპანიების მხრიდანაც, რომლებიც ძირითადად სწორედ მაინინგით არიან დაკავებულნი. ამ ორგანიზაციებს ელექტროენერგიის კომპანია TFZ Service აწვდის, რომელმაც იანვარ-ნოემბერში 61 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. SEMEC-ის მონაცემებით, ენერგომოხმარება გაზრდილია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაშიც, სადაც კომპანია ProTechni ოპერირებს. მიმდინარე წლის თვეში ამ კომპანიამ 95 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, როცა შარშან კომპანიის ენერგომოხმარება საერთოდაც არ ფიქსირდებოდა. ასევე გაზრდილია კომპანია ITL-ების ენერგომოხმარებაც, რომელმაც იანვარ-ნოემბერში 76 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა. კომპანია Data Hub-მა ამ პერიოდში 59 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ანგარიშის თანახმად, მაინინგი ძირითადად თბილისის და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც ელექტროენერგიის მიმღებ ორგანიზაციებს DGG-ს გარეშე შეუძლიათ ელექტროენერგიის მოხმარება. შემოხსენებული კომპანიების გარდა კრიპტოვალუტებს აქტიურად მოიპოვებენ მესტიაში, სადაც ელექტროენერგია საერთოდაც უფასოა.